პრიორიტეტი მიანიჭეს იმ ესე იგი კონკრეტულ დანაყოფებს და სპეცრაზმის უფრო სადაც უფრო მაგალითად ეს არა მხოლოდ ესე იგი საკონტრაქტო დანაყოფი და ოცეულები და ასე შემდეგ. პრიორიტეტი მიანიჭეს იმ დანაყოფებს სპეცრაზმის დანიშნულების მქონე დანაყოფებს და ესენი ამათ არა. ასე გებია. ეხლა ჩემი კითხვის არცი რაშია. ანუ ამ შინდისებმა ჩვენმა გმირებმა იცოდნენ რომ მათ ფლანგებზე და ზურგში იმყოფებოდა ქართული საჯარისო ფორმირები. შემდგომში მათ ფლანგზე მყოფ სამხედრო დანაყოფებსაც და ზურგში მყოფ დანაყოფსაც მოძდით ბრძანება რომ დატოვონ საბრძოლო თეატრი ასე. და ამათ არ მოძდით ასეთი ბრძანება. ამათ არ მოძდით და ამათ არციან მათი დანაყოფი ყოველგვარი ყუარის ზურგისა და ფლანგური უზრუნველყოფის გარეშე. ამან გამოიწვია მე თავარი ტრაგედია ამან გამოიწვია თავარი ტრაგედია და ეხლა მაგალითად შესაძლებელი იყო რომ რამდენიმე ჯარისკაცი გაეშვათ დაზვერვისთვის უფრო ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა ეს დაზვერვითი სამუშაოები შეესრულებინა და გაეგო ნამდვილად აბა იქ გასასვლელში სანამ სამშვიდობოზე გავიდა რამდენად იყო ტრანსპორტით შესაძლებელი გადაადგილება და რამდენად იყო ქვეითად გადაადგილების შესაძლებლობა და რა ფორმითა და რა ხერხით იმიტომ რომ გადაადგილებისა და ესე იგი გამოსვლის მრავალმხრივი ხერხი არსებობს შეიძლება კოლონა იყოს შეიძლება თითო მანქანა გავიდეს ისე ჩუმჩუმად პერიოდულად რაღაც გარკვეული დროისა და მანძილის ინტერვალით შეიძლება ერთბაშად უფრო ხელსაყრელი იყოს გასვლა და საფრთხის თავიდან აცილება მაგრამ ამას უზრუნველყოფა აუცილებლად ძირდებოდა ისეთი ხელმძღვანელისგან და ისეთი ესე იგი გამოცდილი ადამიანისგან და ჯარისკაცისგან ვინც ეს კონკრეტული სტრატეგიები იცის რა და სამწუხაროდ ეს არ მოხდა და ესე უბრალოდ შეეჩეხა სავალალოდ რა მუხანათური ეს იყო დაგებული მე ჩემი ღრმარწმენით მახე როგორც ბატონი უჩასაც მე ვეთანხმები ამაში იმიტომ რომ მეთაური მანქანაში არ იჯდა და რატომ გავიდა სხვა გნიდან და რატომ წავიდა მაგალითად შინდისის მიმართულებით ეს დანაყოფი. უნდა დავაზუსტოთ. ესე იგი თქვენ ამბობთ რომ მან შეგნებულად სხვა გზა არჩია ევაკუაციისთვის და მანქანა დატოვა ცარიელი, რათა მოწინააღმდეგეს გონებოდა რომ ის სხვა ადგილას იმყოფებოდა. ჯარსაც თვითონ ადგილობრივებსაც და ჯარსაც გონებოდა რომ იქ არის ის მეთაური და ჩვენ წინ მიგვიძღვის ამ გასვლის პროცესში. ხო ჯარსაც როგორნებოდა და სინამდვილეში ის იქ არ იმყოფებოდა და ევაკუაცია იყო თავისთავად გადაიჭდნენ და გავიდა და მე შემდეგ ესე იგი როგორც ყვებიან ის ბიჭები ზოგი ძველი ვეტერანი ზოგმა მორჩა უკვე საკონტრაქტო სამსახურს ჩვენ უკვე ხაშურში ვართ მან რა გინდათო მან რა საკეთებდეთ ამდენი ხანი რატო არ გამოგვიდით ანუ ბრძანება არ მიუღიოთ და მე იქით შეედავენ ხაშურში ვარ და თქვენ მან რა გინდათო ჩვენ ხაშურში ვარ და თქვენ მან რა გინდათ ამდენი ხანი მან რა საკეთებდო რატო არ გამოხვედით თავის დროზეო ვის ბრძანებას ელოდებოდი ხო ხედავ რა ხდებოდაო ანუ ასე იგი მათი დანაშაული ყოფილა რომ ბრძანების გარეშე არ დატოვეს ესე იგი მინდობილი ტერიტორია მადლობთ ასია